გამარჯობათ, მოგესალმებით. მედია კავშირ ობიექტივის პირდაპირ ეთერში მე პუბლიცისტი დავით ხეიძე გახლავართ, ჩემი საავტორო გადაცემით ავი მუსაიფი. გადაცემის მსვლელობისას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 2388 ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Skype-ით და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები, დასვათ კითხვები. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემების რადიო ვერსიის, აუდიო ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ტალღაზე FM 105 და 1 და ახლა ისიც მინდა გითხრათ, რომ უჩვეულ დროს გადის ჩემი გადაცემა შაბათის მაგივრად, უпростоრეთ შაბათს, მაგრამ შაბათს 2:30-ზე გავდიოდი ეთერში. ახლა დღეს 10:30-ზე გავდივარ და ეს გადაცემა ჩემი გარკვეულწილად ბოლო გადაცემა იქნება არჩევნებთან დაკავშირებით. ანუ წამყვანის როლში ვეღარ მიხილავთ, სტუმრად თუ დამპატიჟებენ აუ მუსაიფს, არ მოვაკლებ ისევ საჭიროებო თემებს. დღეს ჩემი სტუმარია ასავალ-დასავალის გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა ბატონი გიორგი გიგაური და მასთან ერთად შევეცდები იმ თემებზე ვისაუბროთ, ბატონო გიორგი, რაც აგრერიგად აწუხებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დღევანდელობას და ალბათ პირველი არ ვიქნები ახლა ორიგინალური, რა ვიცი, თითქმის ყველა გადაცემაში, რაც დღის განმავლობაში მიდის დღეს და გუშინაც სულ ერთი და იგივე თემატრიალებს, მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა, როცა რაღაცა მობეზრება შეიძლება ამ თემის. ეს არის ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონი და აი ამაზე დავიწყოთ, ბატონო გიორგი, და მე როგორც ნათქვამია გამოჩდება რა გზა. კი ბატონო, ყველაზე გრძელი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება. კი ბატონო, ანტიდისკრიმინაციული კანონი შემთხვევით არ არის, ამან ძალიან დიდი ნებათა ხელვა გამოიწვია ხო საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ვისაც როგორ არ ეწყინოს ტრადიციული საზოგადოება, კონსერვატიული საზოგადოება და სულაც არ არის სამარცხვინო ხო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, რომელიც ათასეულებს ითვლის და შეიძლება იმის იქითაც კი წავიდეს სამყაროს დასაბამიდან, მაგრამ ეს სხვა თემა არის. მოდით მარტივად ვთქვათ, ბატონო დავით. საქართველოს კანონმდებლობა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანი კანონის ძალით დასაჯოს თუ ის დააბავს კანონს. არ აქვს მნიშვნელობა მისი მსხვერპლი ვინ იქნება. ეს იქნება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი თუ აბსოლუტურად ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ხო? რა საჭირო იყო ეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა? ხო, საქმეც მაგაშია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სისხლის სამართლის კოდექსი საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი ძალადობა აღკვეთოს, ხო? იგივე კონსტიტუცია, ხო, იქ ყველა ადამიანის გაწერილი თანაბარი ხო არიან, მაგრამ აქ რაშია ახლა საქმე? ჩვენ დღეს კანონმდებლობაში უკვე გვაქვს დაწერილი შავით თეთრზე, რომ ძალადობრივი მოქმედება დაუშვებელია მოხუცების, ანუ ასაკის, გენდერული, ანუ ქალების, პროფესიის, დაავადების და რაც ყველაზე საინტერესოა, სექსუალური უმცირესობის მიმართ. ანუ მთელი დავა აქ მიდიოდა იმაზე, რომ ეს სოდომ-გომორული ცოდვა, რასაც იძახის ეკლესია და მე მგონი იმას დიდი ავტორიტეტი ქვეყანაში არ არსებობს, არ უნდა ქცეულიყო კანონიერ ნორმად. აი ეს არის. ანუ როგორც ეკლესია განმარტავს და საპატრიარქო განმარტავს, ეს კანონი არის უბრალოდ ეს აი ამ ცოდვის, სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონება, ლეგალიზება. სწორედ აი ამ კუთხით მინდა ახლა რომ შევხედოთ ამას. ესე იქ მე როგორც გავიგე დღეს უკვე კულუარულად საპატრიარქო ყოფილა ერთადერთი რამის წინა რომ ამოიღეთ ეს რაღაცა სექსუალური უმცირესობა და გენდერული იდენტობა. ანუ ესე გენდერული იდენტობა მე როგორ გავიგე, რომ ესე იგი ქალია თუ არ არის, თუ როგორც უნდა ქალია, იმიტომ არ უნდა ჩაგრებოდეს. არა, იქ კიდე მე ესე გავიგე, რომ იქ
უკვე დღევანდელო საზოგადოებებს სოფლიოში ისეა რა გამჩენი როგორც გაგაჩენს ქალად თუ კაცად ეგ არ არის თურმე მე უნდა შენაირჩი საინტერესო პრაქტიკაა დამკვიდრებული რომ უკვე მთელი ცივილიზებული ადამიანი 18 წლის შესრულდება კანონმდებლობაშია უკვე დაწერილი მან თვითონ უნდა აერჩიოს ვინ არის ქალია თუ კაცი ხო და ნუ ეს ხო რაღაცა აბსურდია გერმანიაში შემოიტანეს მესამე სქესის ცნება აი ამასთან დაკავშირებით ხო ნუ ანუ საშუალო სქესის მესამე სქესია ხო რაღაცა ლაპარაკი და ერთი ფილმიც ვნახე მე ამას წინათ ის პაძენია ზაპადა ესეთი რუსული დასავლეთის დაცემა კი დოკუმენტური ფილმია სადაც აი უკვე იქ იმ დონეზე მივიდნენ იქაური აი დაწყებით სკოლებში და დაწყებითი განათლების კლასებში და ბაღებშიც უკვე არ შეიძლება იქ აი მიმართო ისე აი როგორც სქესის განსაზღვრელი მიმართვები ეხლა ჩვენთან არ არის ქართულში მაგრამ აი როგორც რუსულშია ო ნანა და რაღაცა საშუალო აი თქვენ რაც თქვით საშუალო სქესის მიმართვა მოუგონებიათ როგორც არის ხენ ესე მიმართავენ ერთმანეთს ხო და აი აქ მე საპატრიარქოს თან იმაზე მინდა ვისაუბრო რომ რაღაცა ის შევატყვე მე ამათ რა იგივე უსუფაშვილს და ღარიბაშვილს და რა ვიცი სულ ყველას ნუ რა ჯერ რა სიტყვა ჩვენი პატრიარქი ბრძენია ის მან იცის რასაც აკეთებს ეს იმის ღარიბაშვილის სიტყვებია მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ ნუ ახლა ციტირებას ვერ ვახდებ შინაარ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენ უნდა ვაქციოთ ბოლოს ეს ქვეყანა თანამედროვე თუ ცივილი აი ეს რაღაც ცინიკური ყარიბაშვილი მე მგონი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ამაზეც მოგახსენებთ ჩემი ინფორმაციით თქვენ მაინც ფიქრობთ რომ ჩააგდეს კი არ ფიქრობ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია რომელიც მე გამაჩნია საყურადღებოა დავიწყოთ ამ კანონის მიღების პერიპეტიებით მე ვიცი უცბად მეც აღარ გაგაწყვეტინებთ აი ნიშანდობლივია რომ ამ კანონზე მუშაობა დაიწყეს ნების კვირაში რა ესე იგი ჩვენთვის მართლმადიდებლო ამ კანონის კანონად ქცევა ხო განხილვა დაიწყო ნების კვირაში და წითელ პარასკევს მიიღეს მეორე მოსმენი ეგეც ნიშანდობლივია ხო არ არის ეგ შემთხვევაში როგორც საქართველოა ხო ვიცით ჩვენ რომ რესპუბლიკელებს რესპუბლიკურ პარტიას ძალიან დიდი პოზიციები უკავია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. ნუ პარლამენტის თავმჯდომარე ვიცით ბატონი უსუფაშვილი ბრძანდება იქ კომიტეტის თავმჯდომარე იურიდიულისა ბატონი ხმალაძე ამ შემდეგ სოფლის მეურნეობის და არ მოყვები ახლა მაგას ყველაფერს. მეორე მოსმენის შემდეგ პატრიარქი გამოვიდა საგანგებო განცხადებით ეს მთელმა საქართველოს გაიგო და თქვა რომ მოდით დროებით შევაჩეროთ ამ კანონის მიღების პროცედურა და საერთო სახალხო განხილვა დავიწყოთ. რა არის ამაში განსაკუთრებული? ჩვეულებრივი დემოკრატიული პრინციპია, რომ ხალხმა იმჯელოს და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საპატრიარქოს ან პატრიარქის განცხადებიდან რამდენიმე საათში ზუსტად გეუბნებით ამას ქრონოლოგიურად. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის პრაქტიკულად ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და ამბობს ვცელი მისი რაღაც ტირადები არ არის საინტერესო, ძალიან მარტივად გეტყვით, ციტატას გეტყვით. საქმე ამგვარად დგას. ან ჩვენ მივდივართ ევროპაში, ან რჩებით რუსეთში. ეს საერთოდ რაღაცა ესიც რა არის ბატონო დავით, იცით რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა მოგაიგოს ზუსტად, კონცენტრირებულად. ეს არის პატრიარქის შეურაცხყოფა პირდაპირ ტექსტით. ანუ დავით უსუფაშვილი და ძმანი მიდის ევროპაში და პატრიარქი ჩვენ გტოვებს რუსეთში. ნუ ეს ხომ არის პატრიარქის პირდაპირ შეურაცხყოფა? რა თქმა უნდა და იგივე ხლა ეს ხომ იყო პასუხი პირდაპირ პატრიარქის მიმართ? ამას თან ისეთი შლეიფით აკეთებენ და ამბობენ რომ ის არ ავიწყდება თუ ჩვენ პატრიარქს პატივს ვცემ. ნუ სად არის ხა ფიცი მწავს ბოლო მაკვირვებს რომ აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ იგივე ძმები ბერძენიშვილები ერთხმაში გაქიოდნენ რომ ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგება ეს არის ბნელი, რომ ეს არის განათლების პრობლემა. ანუ ლევან და დავით ბერძენიშვილები არიან სენეკა და არისტოტელე და საქართველოს მოსახლეობა და განსაკუთრებით საქართველოს პატრიარქი გაუნათლებელი. ეს ეხლა ამას ზედმეტი განმარტება სჭირდება და ამას აკეთებენ კიდევ ერთხელ გეუბნებით არა რიგითი ადამიანები რომლებიც დგანან ქუჩაში და მასლაათობენ ერთურჩი ნაბახუზებზე ვთქვათ. არამედ საპარლამენტო უმაღლესი ტრიბუნებიდან. და მე ვკითხულობ ეხლა
ეს ხალხი, რომელიც მოხდა პარლამენტში, ქართული ხალხის ნებით, იძულებითი არჩევნის შედეგად სხვათა შორის, რადგან ქართული ხალხი 2012 წლის 1 ოქტომბერში ჩაყენებული იყო იძულებით მდგომარეობაში. ან დარჩენილი იყო სააკაშვილი, ან მოსული იყო ქართული ოცნება, რომელიც იყვნენ ის ძალები, რომლის მიმართაც არავითარი სიმპათია არ არსებობს საქართველოში. ანუ ჩვენ არ აგვირჩევია რესპუბლიკური არ აგვირჩევია აშკარად, ხო, ჩვენ ავირჩიეთ ხმა მივეცით სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს ხო მართებული არჩევნია. და ამაში ქართულ ხალხს ვერავინ ვერ გაამტყუნებს. ხო, რა თქმა უნდა. ეს ზედმეტი ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ქართულმა ხალხმა შეცდა. არა. ეს არის სისულელე უკაცრავად ამ საბედისწერო არჩევნები. კი, ეს იყო სიკვდილის ცოცხლის არჩევანი და ქართულმა ხალხმა ზუსტად გააკეთა ეს გადაწყვეტილება. მისცა ხმა ბიძნევანიშვილის კოალიციას, რომელიც იყო ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, რომელსაც ქუჩაში გამარჯვებას არ ეთქვის ძალიან ბევრი ქართველი, აბსოლუტური უმრავლესობა, ბატონი უსუფაშვილის და ბერძენიშვილების თამადობით. რატომ აკეთებენ ახლა? დიახ. ხო, აი თქვენ დაიწყეთ, ეს არ მინდა დაგავიწყდეთ, რომ წერან და ახსენეთ, რომ ღარიბაშვილი ჩააგდეს. რატო ამას რატო ვსვამ, იცი? მაქვს, დიახ. რომ რაღაცა ეს მე პირადად აღარ მჯერ ამ მითების რა, რომ იქ ბიძინა ივანიშვილი რაღაცა სხვა გეგმები აქვს, ამათ სხვა, მე ამათ ამის მერე რაც ეს კანონი მიიღეს, განვიხილავ, ვისაც უნდა ეწყინოს, ვისაც უნდა გაუხარდეს, ერთ სიბრტყეში, ეს არის ერთი სისტემის ორი სუბიექტია, ნაციონალებიც და ესენიც, რა ქვია. აბსოლუტურად მართებულია თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ ამას ფიქრობს ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე და სხვათა შორის თუ მიაქციეთ საქართველოში პირველად დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი. ხო, და ეს ნიშანდობლივია სხვათა შორის ამდენი ხნის განმავლობაში არ მოხდარა ეს და მიხეილ სააკაშვილის და კიდევ ვინ იყო იქ ედუარდ შევარდნაძე და ვლადიმერ ულიანოვ ლენინის 4 პორტრეტი. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, ეს კულტურული ინფორმაცია მე თავს ვერ დავდებ ამის ისტორიაზე, მაგრამ საკმაოდ ინფორმირებული, ასე თქვა, წყაროებიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. რესპუბლიკელების დამოკიდებულება ღარიბაშვილისადმი საყოველთაოდ ცნობილია, მოგეხსენებათ, როგორც ძაღლი და კატა და წყალი და ცეცხლი, რა ვიცი, როგორც გინდათ, ისე არის დაპირისპირებული ერთმანეთთან. რესპუბლიკელებმა, ასე ვთქვათ, გატესტეს ღარიბაშვილი დასავლეთისა და ევროპის წინაშე. ანუ რესპუბლიკურმა პარტიის ლიდერებმა ევროპის შესაბამის სტრუქტურაში აიღეს ვალდებულება, რომ საქართველოს ამ კანონს მიიღებდა აუცილებლად. და ამით მან დაიჭირეს ორი კურდღელი. თუ შეიძლება ორი კურდღლის დაჭერა ვნახოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ასია. თუ ღარიბაშვილი ამ კანონს ხარს არ დაუჭერდა, ის გამოცხადდებოდა, მოგახსენებათ, ეს ნაცების და რესპუბლიკელების ერთობლივი პიარია კრემლის აგენტად, კრემლის კაცად. და თუ დაუჭერდა მხარს, როგორც მოხდა კიდეც, ის დაუპირისპირდებოდა ქართულ ხალხს და ეკლესიას და დაკარგავდა საკმაოდ დიდ რეიტინგს. დაკარგავდა თუ დაკარგა, შეგვიძლია ვთქვათ. ამის ნუ მოგვერდება ახლა ჩვენ არავის არ ვეფერებით აქ. ხო, იმიტომ რომ იმ ან და მესამე მომენტი კიდე ბატონო დავით, მესამე წახნაგი რა არის ამ სქემისა, საკმაოდ ჩვენურად მოფიქრებული სქემისა, რომ ამით იხეირეს ნაციონალებმაც ადგილობრივი არჩევნების წინ. რა თქმა უნდა. რომლებსაც უფრო მეტი შანსი აქვთ მყარად დაიკავონ ის მეორე ადგილი, რომლის გარანტიას აქამდე არ ქონდათ. მაგრამ აი ეხლა რაღაცა აბრადაკაბრა რა უკვე ეხლა ერთის მხრივ თქვენ ამბობთ, რომ აი ნაციონალებმა იხეირეს არჩევნების, როგორ იხეირეს ამის გაკეთება? რომ აიოცნება ვინ არის ხალხო. ხო, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ აიოცნება ვინ არის, ანუ ნაცებს გაუმარჯოს, ეს იმას ხო მაგათ სასარგებლოდ ხო არის? ყოველ შემთხვევაში ამათ ფონზე ნაცები მათი ჭკუით და მათი გათვლით, მათ ხო ერთი პატრონები ყავთ რესპუბლიკელებსა და ნაცებს. ხო, რა თქმა უნდა, ხო და ამას ვიძახი ზუსტად არჩევნების წინ თითო ეს 2x2 4-ია. თითქმის ტოლფასი იყო ქართული ოცნების მხრიდან. არა, ხო, მაგას ვიძახი, ნუ თუ ესეთი უგუნურნი არიან, მაგრამ მეორე მხრივ აი ამას როცა ვფიქრობ, არა გონება ნამდვილად არ აკლიათ ახლა მაგათ რესპუბლიკელებს უნდა ვაღიაროთ. ხო, მაგას ვირეშმაგობა ქვია. ალბათ იმის იმედი აქვთ, რომ მაგათ ხელშია ისე საარჩევნო სისტემა, საარჩევნო სიები. რომ მათ დაუმტკიცეს ევროპას, რომ ისინი ყველაზე ერთგულები არიან. ევროპა ყველა შედეგს გაუправებს მაპატიეთ გამოთქმაზე, რასაც ისინი დაწერენ. ამის ეს ხო, მაგრამ აქ ხომ ერთვება უკვე მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, რომელიც აღარ არის რაც იყო 1 ოქტომბრამდე მაპატიეთ დაჩმორებული და შეშინებული. ხო, ეხლა სხვა რეალობაა.
და მე მგონი ეს ამის სამალია სწორედ ის ნაციონალები, საფრთხობელა, რომელსაც ამდენი ხანი ინახავენ როგორც ლენინის მავზოლეუმში. რატო ინახავენ ამდენ ხანს ნაციონალებს, რატო რა სამართლებენ? პარტიას როგორც დამნაშავე ორგანიზაციას. ხო, ყველა საფუძველი არსებობს, ამას ხო დიდი იურიდიული კვლევა არ ჭირდება. სააკაშვილს აქვს პირდაპირ ჩვენებები მიცემული პირდაპირ ეთერში. ხო, აღიარებით ჩვენებები. აქვს. რამდენი დანაშაული შეგვიძლია ჩამოთვალოთ ისეთი, რომლის გამოც მის მიმართ შეიძლება თავისუფლად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. სარკოზის წინააღმდეგ თუ აღიძრა და ბერლუსკონის წინააღმდეგ და შირაკების და კოლების გერმანიის გამაერთიანებელი უდიდესი კანცლერის სააკაშვილი ვინ არის ერთი? ხო, ვინ არის, მაგრამ ხო ხედავთ როგორ უფრთხილდებიან. უფრთხილდებიან, იმიტომ ჭირდება საფრთხობელა. და საერთოდაც რომ ქართველმა ხალხმა მათთან მოკითხოს პასუხი. თუ გახსოვთ, ახლა მაყურებლებს თქვენ გემახსოვრებათ, მაგრამ მაყურებლებსაც მინდა შევახსენო ამ მაპატიეთ ამ ნაძირალა სააკაშვილმა როგორ თუ გახსოვთ, აი ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე იპრეზიდენტა, ასე ვთქვათ, ბოლო ცენტამდე თუ ბოლო თეთრამდე ამოწურა ის ბიუჯეტი და აქედან რომ წავიდა, ისევ პრეზიდენტის თვითფრინავით წავიდა და იქიდან გამოუშვა მე ის თვითფრინავით ამას ქალაქურად კრახაბორობა ქვია რა, ესე იგი, რაღაცა სიმდაბლე. ეს სააკაშვილი არის. ხო, ეს სააკაშვილია და ასე დღეს კიდევ სარგებლობს ხელშეუხებლობის გარანტიით რატომღაც რომ არზის საბრალდებოს გამზე და არ პასუხობს იმ კითხვას, რომელსაც უნდა უპასუხოს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა აქ ისე ევროპის თემას უნდა დაუბრუნდეთ. ვიცით ხომ ეს ასოცირების ხელშეკრულება საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ცნება არის და მოვლენა და 90-მდე ქვეყანასაა გაფორმებული იგივე ევროკავშირთან. და 90-მდე ქვეყანას ახლა უტრირებას ვაკეთებ, არა გაფორმებული, მაგრამ არ იღუპება. არა, ვისაც აქ იმაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ აქ ცხადდება რომ ჩვენ ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ იმისათვის, რომ ხელფეხი ქონდეს გახსნილი. თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ეს ასოცირება ეს ხომ ერთგვარ პირობად ცხადდება. აქვთ, მაგრამ ესეთი კანონი არ მიუღია. ხო, ეგ არის, ხო და. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას მათგანს არ მიუღია. აგერ ბატონო ჩვენი მეზობელი თურქეთი, ხო? აი ფიქრადად კი შეგიძლიათ წარმოედგინოთ თუ თურქეთში ვიღაცას მოუვიდეს აზრად ასეთი კანონმდებლობის პროექტი შეიტანოს პარლამენტში. ხო, რა თქმა უნდა ეს მოით მაშინ ასე დავსვათ საკითხი, ხო? ჩვენ ვისწრაფით ნატოსკენ. თურქეთი ხო არ ნატოს წევრი? არის. რატო არ ტარდება იქ ასეთი აქტივობები ამ ჩვენი LGBT საზოგადოების გეიაღლუმები და არ ტარდება, ხო? ანუ ნატოს წევრისთვის შესაძლებელია. ევროკავშირის წევრი ავიღოთ ბატონო საბერძნეთი, ხო არის ევროკავშირის წევრი? ნატოს წევრიც არის, მაგრამ ახლა ევროკავშირზე ვილაპარაკოთ. იქ შეიძლება ასეთი რაღაცა გაკეთდეს? იმ ქვეყანას სადაც სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული მართლმადიდებლობა, ანუ ეს შესაძლებელია, ხო? კარგი ბატონო, ავიღოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც არც ერთ ნატოს წევრიც არ არის და არც ევროკავშირის წევრიც არ არის და არის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე, საუდის არაბეთი. იქ ხალხს საერთოდ ყურებს აჭრიან ამის გაფიქრების გამოც კი. ხო, რა. და აგერ ჩვენთან სხვათა შორის ასეთი ნიშანდობლია 29 აპრილს. 29 აპრილს, აი როცა ამ კანონის პერიპეტიები მიმდინარეობდა და გაიწია გამოწიება. ზანდუკელის ქუჩაზე სამმა ერაყელმა ხო 15 წლის ბავშვის გაუპატიურება სცადა. მოდით ერთი ზარი შემოუშვათ ამ თემაზე აუცილებლად რაღაც მიაჩუმათ ეს თემა. იმიტომ მიაჩუმათ ეს რომ არ იყოს საჭირო. გამარჯობათ, ისაუბრეთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. სისტერი კომისრები ჯობიან თუ წითელი კომისრები და რუსული ჩეკმა. საკითხი დღეს ესეა. მეგონი სისტერ კომისრებს წითელი კომისრები ჯობდნენ. ამ გალუბოი ლაგუნაში ბიზნეს მეთაურობით ცხოვრებას მიკროფ სიგბილი ჯობია რა. სიგბილი არ ჯობია, სიგბილი ასე იყო ეს პოზიცია იყო და ხაიც გასაგებია კი. აი იმაზე თქვათ მე მართალი გითხრათ არ ვიცი ეს დეტალები ამ შემთხვევის და თუ მომიყვანს. დაპატიმრებული არის, რამდენად ცნობილია, 3 ერაყის მოქალაქე, რომელიც დილის 8 საათზე ცხოვრობენ სადღაც ზანდუკელის ქუჩაზე, აცდილებდნენ 15 წლის ბიჭის გაუპატიურებას. კი, ბიჭია ლაპარაკი ხო. ეს ბიჭი გამოიქცა და მეზობლების შეყარა და აქედან გამომდინარე გადარჩა, ხო? აი ახლა ნუ ისინი დაკავებულები არიან ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება ისინი უკვე არც არიან საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ ისინი არიან ერაყის უშიშროების ძალების წარმომადგენლები, ანუ ის ხალხი, რომლებიც არის ფარველობაში ერთებული შტატებისა, რომელმაც დაამხეს სადამ ჰუსეინის რეჟიმი.
არა მარტო დაამხეს, ჩამოახშვეს ბესუდაის ლეცტვია, როგორც იმ ამბობენ, მაგრამ მე რა კუთხით მინდა ამას შევხედო. ეს დააკავეს, არ დააკავეს, ეს სხვა თემაა. მე იმას ვამბობ, რომ ესეთი რაღაცა სხვაგან რომ მომხდარიყო, სხვა ქვეყანაში, თავმოყარე ქვეყანაში რა, აი ქართველებს გვიყვარს ხო ტრადიციულები ვართ და მაგრამ ტრადიციულობა მრავალმხრივი ტრადიციულობა არსებობს. ამისთანა შეურაცხყოფა არ უნდა აპატიო, ხალხი უნდა გამოსულიყო ამაზე ქუჩაში და იქ მაგრამ მოვიდა პასავად. ხო, ნუ აი ესე იგი იქიდე ბევრი ერაყელები ცხოვრობენ. ხო, ვიცი, ეგ გავიგე, მეც რომ რაღაცა და საბატონო პოლიციამ დააშოშმინა ხალხი. ამაშია იმდენი უნდა გამოსულიყო რომ ვერ დაეშოშმინებინა ამას ვიძახი ხმამაღლა და როგორც უნდათ ისე ჩამითვალონ ეხლა ეს არის საერთოდ შემზარავი რაღაცა და ეხლა რა მინდა ეს ყველაფერი აი ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი იგივე აი ეს რაღაცა როგორც ვიცი ასავალ-დასავალმა გააკეთა ეს კლიპად რა ეს რაღაცა საბას პრემიის ლაურეატები რასი ბინძურებს ლაპარაკობ ახლა მეც მინდოდა ეს ვიდეო რგოლი გამეშვა მაგრამ რახან ჩემ წინა გადაცემას უძღვებოდა ბატონი ვალერი კვარაცხელია მან გაუშვა ეს კადრები და აღარ არის ალბათ საჭირო ამის მაგრამ აი ვისაუბროთ ეს ხომ აი მე პირადად ერთმანეთს უკავშირებ ამ ყველაფერს რა აი ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც იმიტომ რომ ეს გარყვნილების პროპაგანდაა და იგივე იმას რომ საბას პრემიას ჯერ ეს ერთი რატომ საბას აი ესეც ხო რაღაც შეურაცხყოფებია რა სულხანსა საბა ხო მამუკა ხაზარაძეს რა უნდა უკითხო მე მაგია კაცად აღარ მიმაჩნია უკვე და ესე იგი და თქვენ აი ამაზე ვისაუბროთ აი ამ ბურჭულაძეებზე და დეისაძეებზე და ესე იგი საიდან დავიწყოთ ბატონო დავით თქვენ გემახსოვრებათ ეს 1994 წელს 20 წლის წინ მე მაშინ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი კარგად მახსოვს საქართველოს შეიქმნა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დაფუძნდა უბრალოდ ერთ-ერთი ფილიალი ანუ სოროსის ფონდი ეს მოდის 20 წლის წინანდელი ისტორია არის ეს პირველი PR აქციები მედია სივრცეში რომელიც ეგრეთ წოდებული მესამე სექტორის პოპულარიზაციას ეწეოდა ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა მიყავდა ბატონ ლევან ბერძენიშვილს საქართველოს რადიოს პირველი არქივი ბატონი ლევან ბერძენიშვილი იყო გიან ოდიასთან ერთად მე ამას ლაპარაკობ პირველი სოროსელი ერთ-ერთი ნუ იქ თავმჯდომარეებიც იყვნენ ზოგიერთი საპატივცემულო ექსპერტი დღევანდელი მაგრამ მაგას თავი გავანებოთ ესენი იყვნენ მთავარი იდეოლოგიები მაგრათმა გამოზარდეს თავისუფლების ინსტიტუტის ვაჟკაცები და ქალბატონები გიგა ბოკერია ლევან ამიშვილი პირადად ლევან ბერძენიშვილის გაზრდილებია გიგი უგულავა გივი თარგამაძე აი ესენი მაგათმა გაზარდეს ეს არის კარგად მოფიქრებული სისტემა ახლა იცით თქვენ სოროსის ფონდი რასაკეთებს მთელი სოფლის მასშტაბით და სხვათა შორის მე მაქვს ამოღებული იმდროინდელი ჯერ კიდევ რეკომენდაციები როგორ უნდა იმოქმედო ნაპატარა გოგობიჭერმა რომ დაიპყრონ საზოგადოების სხვადასხვა სივრცე კი არა პატარა ეს არის მიზანმიმართული კამპანია მე იმას ვიძახი იმისათვის რომ საზოგადოებაში ტრადიციულ საზოგადოებაში ისე როგორც ქართულში როგორც ქართულია შეიტანონ განხეთქილება რომ გარყვან ოჯახური სიწმინდეები რომ პატივი აღარცეს ეკლესიას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ ადამიანი იყოს თავისუფალი ეგრეთ წოდებული და აღარ პასუხობდეს არავითარი პასუხისგებლობა არ ქონდეს არც უფროსის მიმართ არც მასწავლებლის მიმართ რაც კეთდება საქართველოში ეს საქართველოში არ მოხდა ხო სხვათა შორის ეს მოხდა ყველა ასე თქვა ტრადიციულ ქვეყნებში აი რა წერია მაგალითად რამდენიმე რეკომენდაცია პირადად სოროსის მიერ შემუშავებული შექმნით საკუთარი კადრები ამას ვიძახი 20 წლის წინანდელია ეს და ეხლა დაუკავშირდეს დღევანდელ მდგომარეობას უბრალოდ ეს ყველაფერი განხორციელებული არის შექმნით საკუთარი კადრები ყოველი ლაბორატორია ყოველი კათედრა და ინსტიტუტი ჩვენი კადრების სამჭიროდ უნდა იქცეს ილია უნივერსიტეტი და შემდეგ იგი თევზაძეები და ვიღაცეები ხელთ გეპყრათ პროპაგანდისა და ინფორმაციის საშუალებები პრესა რადიო ტელევიზია კინო ნებისმიერი საკითხის ირგვლივ შექმნით ისეთი საზოგადოებრივი აზრი ჩვენს ინტერესებს რო შეესაბამება არც ერთი საზოგადოებრივი პროცესი არ უნდა მიყვეს თვითდინებას თუ რომელიმე მათგანი სარგებლობის მომტანი არ იქნება ჩვენთვის თუ კი ახალგაზრდა პერსპექტიული მოწინააღმდეგეების ბლოკირებას და გამოფიტვას ვერ შეძლებთ გახადეთ ისინი მართვადი
მიიზიდეთ თქვენს კომპანიაში და თქვენს გარემოცვაში მჭიდროდ კავშირი მოაქციეთ. მიეცით მათ ქრთამი, საჩუქრები, უმჯობესია ფალსიფიცირებული არაყი და ალევით. იყავით ფხიზლად, ჩანასახშივე მოსპეთ ანტიდემოკრატიული ტენდენციები. ფაშიზმი სწორედ იქ იჩენს თავს, სადაც ჯეროვან შეფასებას ვერ ვაძლევთ ადგილობრივი მოსახლეობის მისწრაფებას იყვნენ თავიანთი მიწის პატრონები. 20 წელია ამას აკეთებენ ეს მიზანმიმართულად. ხო, რა თქმა და დღეს სახელზე გვაქვს ეგრეთ წოდებული ასოკრატია, არასამთავრობო ორგანიზაციების ტერორი, საპროპაგანდისტო იდეოლოგიური. კაი სიტყვა ასოკრატია, ასოკრატია, კი. მართლა ტერორია და ასოკრატიის დემოკრატია. ეს არასამთავრობო იმდენად გაამწარეს ღარიბაშვილმაც კი უთხრა ისინი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. ეს პირველი შემთხვევა როცა პრემიერ-მინისტრი საერთოდ და ზოგადად ასე ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლის წარმომავლობა დაფინანსების წყაროები მე და თქვენ არ ვიცით. უფრო სწორედ კონკრეტულად არ ვიცით, ზოგადად ყველაზე არაინფორმირებული ადამიანები არა ვართ ჩვენ საქართველოში, ხო? რატომ არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ მათი დაფინანსების წყარო? ვინ აფინანსებს? ამერიკა აფინანსებს, ხო? ამერიკაში რამდენია იცით ჩვენო მოსახლეობა? სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანი? 300 მილიონი ამერიკაში. კონგრესის სტატისტიკას გეტყვით. 60 მილიონი. თანამდებობრივი კატეგორია ეს, რომლებმაც პირდაპირ ციტირებას ვახდენ კონგრესის სტატისტიკისა განმარტებას, რომლებმაც არ იციან ხვალ რას შეჭამენ. მოსახლეობის მეხუთედი. 15 მილიონი ბავშვი პატივცემულო ტელემაყურებელები იცოდეთ ეს, ვისაც გული შეგტკივა ძალიან ამერიკაზე. ამერიკაში 15 მილიონი ბავშვი მოკლებულია ყოველგვარ პირველად სამედიცინო დახმარებას. და არ იცის ხვალ რას შეჭამს. ზუსტად ასეთი განსაზღვრებაა კონგრესში. ეს რესპუბლიკელებმა წამოაძახეს დემოკრატებს ერთ-ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს მაქსიმუმ მოსმენილი პირდაპირ ეთერში. მაგრამ მოდი ამერიკელების და ახლა საბაკრატებზე და ემებზე რო ლაპარაკობ. ესენი გამოზარდეს სპეციალ, ესენი არიან გავლენის აგენტები. ესენი საკუთარ დედაზე დაწერენ იმას, რასაც წერენ. პირდაპირი გაგები და პირდაპირი მნიშვნელობით. ხო არაფერს არ ვამატებ თქვენ ხომ იცით ეს და ალბათ გიჩვენებია და გავრცელებულია YouTube-ში და სოციალურ ქსელში. საკუთარ დედაზე წერენ. ხო, ბოდიში და როგორ იმაშვება, რა ქვია, ერეგირებენ საკუთარ დედაზე. ნუ აღარ გვინდა მაგის განმეორება. ეხლა ხან სხვათა შორის ლონდონში გაიმართა წიგნის ბაზრობა, სადაც ბატონი ოდიშარიას კულტურის მინისტრის ეგიდით დაფინანსებით წარდგენილი იყო ზაზა ბურჭულაძის რომანი ადიბასი. რომელიც არის მთელი რომანი აგებულია იმაზე, უკაცრავად კიდევ ერთხელ როგორ უგზავნის საკუთარ მეუღლეს სხვადასხვა ქალაქში ყოფის დროს გენიტალიების ფოტოსურათებს SMS-ები. მოდი ზარია შემო. ბოდიში კიდევ ერთხელ ძვირფასი ვკითხული, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ თქვენ. გამარჯობათ, ისაუბრეთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა ბატონ დავით. ესეთი კითხვა მაქვს, კერძოდ, აი რითი ვერ მიხდენ რესპუბლიკელები იმას, რომ აი ამ კანონის მიღებით არჩევნების წინ მაქსიმალურად გააკოტრებდნენ მხარდამჭერთა რაოდენობას ოსტებასთან მიმართებაში და გაამართლებდნენ იმას, რომ ივანიშვილმა დროულად დატოვა პარტია, რამე თუ ამისთან რაღაცა მისთვის მიუღებელი იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ რომელიც დამახობდა 3 იურისტის შეყვანით პარლამენტში, რაც ივანიშვილმა დაუმაზა და არ გაუპროტესტა, რომ მე ყველაფერს შევდივი სახელმწიფოში იურისტების სიმრავლით ადამიანების საკითხილწევად, გამოვიდა ისე, რომ როდესაც გადაითარგმნა ანტიდისკრიმინაციული კანონი და როგორც ჩანს ეს მოხდა საპატრიარქოს შეურთვის წინ, პატრიარქმა გადაგებაში ვეთქვა, რომ ნეტა ვინ დაიცავს უმრავლესობის უფლებებს. იქიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამ კანონით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პატრიარქთან ერთად არის დისკრიმინირებული. ეს კანონი არის ცალმხრივი. არ მუშაობს ორმხრივად, არ მომხდარა ისე, რომ ერთი დაგმაყოფილდა და მეორე დაგმაყოფილდა. გამოვიდა ისე, რომ შინაურ მოდელს შენდება არ არის. 100-ია თუ არა ეს და როგორ გონიათ, რამდენად მოვიძებთ უხლა ოცნების პრაქტიკულად აი კანდიდატებს იმაზე ოცნებობა, რომ ნაციონალურ მოძრაობას 100%-ით მაინც აჯობონ ქულების რაოდენობაში. დიდი მადლობა. მე მგონი ამაზე თქვით, მაგრამ კი, ეს ახლა საარჩევნო პერიპეტიები როგორ იქნება, რანაირად იქნება, ფაქტობრივად მაინც მომგებია მდგომარეობაში ისე გავიმეორებ ოცნები, იქიდან გამომდინარე, რომ მას ყავს ისეთი მეტოქე, როგორც არის ნაციონალური მოძრაობა.
და მათ სხვადასხვა მოახერხეს ის რომ კიდევ არასაპარლამენტო ოპოზიციას დაგსაქსულია და მე აქედან მივმართო ყველა არასაპარლამენტო ორგანიზაციას ახლა ბაჩუკი ქარდავას ეროვნულ დემოკრატებზე და ზაზ დავითაიას და ადოშებზე არ ვიძახი ის ხალხი ვისაც პრეტენზია აქვთ რომ რაღაცას შეცვლიან საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ბატონებო და ქალბატონებო არჩევნებამდე კიდევ 2 თვეა მონახეთ საშუალება რომ ჩამოაყალიბოთ მესამე ძალა თორემ გამარტებები იმის შესახებ რომ ის იმას არ უნდა და ეს ამას არ უნდა ეს იქნება ისტორიული დანაშაული ქართველი ერის წინაშე რომ ასპარეზზე ტოვებთ ისევ ერთი ძალის ორ განშტოებას პარტია ნომერ 1-ს და პარტია ნომერ 2-ს რომელიც სპეციალურად იქნება ისე როგორც შეერთებულ შტატებში რომ არ ქონდეს ხალხს არჩევანი ან არჩევა რესპუბლიკელები და ან დემოკრატები რომელთა შორის განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს გარდა იმისა რომ ერთი სიმბოლური ვირი და მეორესი სპილო. რა თქმა უნდა. Skype-ით არის ჩართვა, მოდი Skype-ით შემოვიყვანოთ. გამარჯობათ, ისაუბრეთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამოშიდობისა, გამარჯობათ. კითხვა თუ შეიძლება პოზიციის მოხდით. ამ რესპუბლიკელებს განვიკითხავთ. ბატონო, ცოტა ხმამაღლა არ ისმის. ამ რესპუბლიკელებს განვიკითხავთ, ისმის შენი? ხო, დიახ. აი კოალიციაში შემოვარს სხვა პარტიებზე რატომ არაფერს ამბობთ? რომელმაც ყურ მოწმი მონები ყველა მხარი დაუწყდა. მაგრამ რესპუბლიკელები არ არიან. მომენტებით თუ ხააციათ და ან დისკრიმინაციულ კანონებს ხმა. Სუდათ ისმის თქვენი, მაგრამ გასაგებია თქვენ და გიპასუხებთ აუცილებლად სწორი შენიშვნა, მე მგონი. კი, გასაგებია, მაგრამ ხა ჩვენ ვიცით და რესპუბლიკელების ბექგრაუნდი ეწოდებოდა და ისტორია როგორ მოდიან, საიდან მოდიან და იმ ადამიანებზე, რომლებიც თითოეულ კაცით არიან შესული პარლამენტში. თითოეულ კაცით მოდით ესე ვთქვათ, ბატონო გიორგი. მე ვიტყვი მათ დაამთავრეს თავის პოლიტიკური კარიერა. აი მე რას ვიცი ახლა რუსეთისკენ იშვერენ ხელს და თვითონ ისეთი კენჭისყრა ჩაატარეს პირველი მეორე მოსმენით რომ მიიღეს ზუსტად მახსოვს 112 0-ის წინააღმდეგ იყო და ეხლა იყო 115 მესამე მოსმენით 0-ის წინააღმდეგ და მე თითოეულ არიან შესული თუ 5 მაღაზია არა უბრალოდ იმას ვიძახი ნუ თუ იქ აი ეს ვაჟას სიტყვები მახსენდება რა ვერ მააწონებ კარკმასა რაც უჯდება ჭკვაშია და ერთი როგორ არ აღმოჩნდა იქ ისეთი ერთი მაინც ვინც აი ისე ვაჟას სიტყვა ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადაო რო ეტყოდა და ეგრე თქვა ზვიადაური უნდა ხო და არა ნუ ეხლა ცოტა არ არიან ზვიადაურები სამწუხაროდ ჩვენ პარლამენტში და ამიტომაც არიან გასაყრელები რა ზვიადაური ზოგადად ხმალი ქონდა ყელში გაჩხერილი და ისე ყვიროდა და აი ამ ქონდოდა ერთი მარტივი რამე რომ არ დააჭირო რა იმას და ეხლა გამოვიდა რაღაცა ხმები რომ თითქოს ზოგიერთები არ მინდა ეხლა გვარები დავასახელო ისინი ვის მიმართაც სიმპათიები გაგვაჩნია თითოეულა ეგეთი ეხლა იძახიან რომ ვითომ ზოგმა შემეშალა იქ არ უნდა დამეჭირა აქ არ უნდა დამეჭირა რა ბავშვი რაღაცები და აი ამაზე რა სიტყვი ჩრდილო კორეის ვარიანტის ამას ქვია ევროპული ფაშიზმი ხო ნუ ესე იგი ამას ქვია ევროპული ბოლშევიზმი მართალია ჩვენი მსმენელი და მაყურებელი და იმიტომ თქვი მე რომ ჩემთვის აი ეს კინო ხო გაქვთ ნანახი ჭრიჭინა რა იქ როა გარდაიცვალა ბებია ელპიტე აი გარდაიცვალა ბებია ელპიტე და ჩემთვის ეს მითი დამთავრდა რა რომ ის იცი რა იმას ივანიშვილს ის უნდოდა რომ რესპუბლიკელებს აი დღეს გაუშვებს ხვალ გაუშვებს ისე წავიდეთ რესპუბლიკელებმა გაუშვეს მგონი იქით და არ ამჯერა რა ბატონო გიორგი რა ვიცი ახლა აბსოლუტურად სწორად არ ამჯერა იმიტომ რომ საქმე მან შენ მან გამოგაჩი ეს იყო წყალგამყოფი ახლა კიდე 17 მაისი მოდის კი და რუსთაველის თეატრში კინოთეატრში დანიშნულია ამაზე მე ჯერ როდის დავწერე 3 თვის წინ დავწერე ჩვენ გიჟები ვართ რომელიც გადაიღეს ჯერ გადაღებები დაწყებული პერსონაჟები იცით ვინ არიან კახელი და მეგრელი ხო სახიობები არ ვიცი რატომღაც შეარჩიეს სპეციალურად ეს მე გავიგე 2-3 თვის წინ როდესაც ისა რა ქვია გადაღებებიც კი არ იყო ჯერ დაწყებული და პრემიერა უკვე დაანონსეს ჯერ მაშინ 3 თვის წინ რომ 17 მაისს
მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორ ჩაატარებენ იქ 7 მაისს ამის პრეზენტაციას. შეეხება იმას, რა ქვია. და მე მეგრელი და კახელი რუსთაველის კინოთეატრი შერჩეს თბილისს, ძალიან კაი შენობა ისტორიული და მე ეს უფრო მაღლებს. ნუ ნახავთ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს და თბილისს უნდა კონდეს ერთი კარგი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, როგორც არის რუსთაველის კინოთეატრი. ანუ რაზე აკეთებს მინიშნებას, შეიძლება აღარ დარჩეს იქიდან არაფერი? ხო. არა, მე ვიცი რომ უკვე გარკვეული წრეები ამზადებენ იქ საპროტესტო აქციას. იყო სასულიერო პირების რამდენიმე აქცია გაიმართა. სასულიერო იმ 17 მაისზე იქ ეს ჩვენება იქ არ გაიმართება, გამორიცხული არის. ნახოთ, რა ვიცი. იმიტომ არ გაიმართება, რომ ეს იგივე არის, რომ რუსთაველზე გაიაღუნებათ. მაგას გეუბნებით მეთქი 17 მაისი მაგ კუთხით ვახსენე ახლა მე რომ აი კიდე ერთი წყალგამყოფი იქნება რა და იქ გამოჩდება ღარიბაშვილს რა ქვია ღარიბაშვილი რეკომენდაციას მივცემ აქ არა ღარიბაშვილი თქვენ რო თქვით რომ რაღაცა თითქოს ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს აი 17 მაისს გამოჩნდება თქვენ რო იძახით არ გაიმართე რა არ გაიმართება გამოიყვანენ ჯარს გადაკეტავენ ჯარს არ გამოიყვანენ არ ვიცი ნუ ჯარს თუ პოლიციას არ მიგიშვებენ იქა ჯობია რომ ასე არ მოხდეს ხო ბატონო არა ნუ რა თქმა უნდა ჯობია საქართველოს ხელისუფლებას ბატონ პრემიერ-მინისტრს შინაგან საქმეთა მინისტრს და სხვა უწყებებს აქვს სათანადო ძალა რომ ხალხი არ მიიყვანო ნამდვილამდე რომ ერთი რაღაც აღარ ვიტყვით სულ სიტყვას ფილმის გამო საქართველოში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება ძალიან მარტივია გარჩევანი ანუ ამ ფილმის პრეზენტაცია გაიმართოს ან უნდა მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება რა არის მე კიდე ეჭვი მაქვს LGBT-ს საკუთარ იმაში რა ქვია ოფისში ჩაატარებენ ამ ფილმის პრეზენტაცია იქ უყურონ და შემდეგ აღზნებულებმა რაც უნდა ის გააკეთონ. არა, ხო გეუბნებით, აი სწორად თქვით რომ ეს იქნება, ეს ფილმის პრემიერა თუ გაიმართა რუსთაველში, ეს იქნება იმ გეი აღლუმზე უარესი რა. ეხლა ერთი ზარი შემოუშვათ და აი ეს თემა გავაგრძელოთ. გამარჯობათ ისაუბრეთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. სამშვიდობისა. სამშვიდობისა. ბატონო დავით. რა იცით აი ხომ არ იქნება კარგი რომ ქართულ მოსახლეობა ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ ქართულ ენაზე ალენ დალესის პროგრამა რომელიც თავი და თავი ამ საზოგადოების და ამერიკის სტრატეგიული გეგმა საქართველოს განადგურებისა აი ამ პროგრამაზე რომ ვისაუბროთ იქნებ გაეხსნას ჩვენ ხალხს გონება იქნებ როგორმე ადრზე მოვიდეს ეს ჩვენი აპატიოს უფალმა და ყველა აპატიოს მარა გონება დახშული ქართული რომ ვერ გაგვიგენია გზას ადმივარ შეიძლება რუსთაველზე შეიძლება მისთან ხალხმა გაიაროს რუსთაველი ხო ჩვენი ღმერთია და ჩვენ ცხოვრება ხო აი რუსთაველი ხო ეს არის საქართველო ხო თქვენ თავდაბოლომდე აი როგორ შეიძლება ამისთან აღლუმის ჩატარება ამისთან უზნეო ხალხის ფეხის დადგმა მე იქ იმ კინოთეატრში იმ სახელობის კინოთეატრში ამისთან რაღაც ჩვენება შეიძლება ეს კი არა სხვა ზოგადად სხვა ფილმებს უგადეს ისაც არ უნდა გადიოდეს შეურაცხყოფა ჩვენი კულტური ჩვენი გენეტიკის ჩვენი თვითყოფადობის შეურაცხყოფა არის უნდა ადრზე მოვიდეს ხალხი აი რაღაცნაირად იქნება ბატონო დავით როგორმე რაღაცა პროგრამები გააკეთოთ ისეთი რომ აი ამ ხრივ თვალი აუხილოთ რომ ეხლა ძინავს იყიდებიან ფოჩიან კამპიუტერზე გაიყიდა ეს საცოდავი ქართველი გავიყიდეთ მეც მათ შორისაა რა იმიტომ რომ მეც აიმაში ვიხარშები ხო მეც იქავარ ხო აი ძალიან გული მткиვა რა ძალიან გული მადლობთ გასაგებია თქვენი გულის ტკივილი ჩემო ბატონო მაგრამ მე რა შემიძლია მე ერთი კალამი მაქვს და არ ვაკლებ არც კალმით აუმუსაებს ამ ხალხს ასეთი მძიმე მდგომარეობა იყოს საქართველოში როგორც ბატონმა აღნიშნა ამაში ვერ დავეთანხმები რომ ეხლა ქართველები იქ რაღაცა მილიონი ადამიანი მივიდა ერთი მუჭა კი ეს ჩანან უბრალოდ ტელევიზიებთან ჩვენ ხო ვიცით ამის ტექნოლოგია ხო ჩანან იმიტომ რომ აჩენენ ხო და წეგნაც წავიკითხე აგერ ბატონი სოროსი რას მაგრამ რასაც ეს ბატონი ბრძანებს იმ ალენ დალესის დოქტრინის შესახებ ეს არ იქნება ურიგო სხვათა შორის ის კლიპი აი თქვენ რომ დაამზადეთ მაგით იწყება ალენ დალესის თაობიდან თაობას და ეს მან მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული კი 59 წელს იყო ცერუს ცენტრალურ ეს სხვათა შორის ეს საიდუმლო დოკუმენტი ასე ვთქვათ ჭალებში ხო მეორე დღესვე სტალინის მაგიდაზე არ გაუჭირდებოდა ბესერიანოვიც ახლა კი ბატონო
ხო ეს ხო წეგანაც აღნიშნა ეს მიზანმიმართული პოლიტიკა სხვათა შორის 90-იან წლების დასაწყისში წეგან ვახსენე ეს პერიოდი ამერიკის საელჩოს პირველი ელჩი იყო მაშინ ჩამოსული იყო ასეთი კულტურის ატაშე საქართველოში თუ საბჭოთა კავშირში 90-იან წლების დასაწყისში ჰაჩისონი იყო ესეთი გვარი გაგიგონიათ ალბათ თქვენ რომელმაც ჩვენს პატრიციუმულ მეცნიერებს აკადემიკოსებს პირდაპირ უთხრა რომ პირდაპირ ტექსტით რომ თქვენ არ გჭირდებათ განსაკუთრებული უმაღლეს სასწავლებელი განათლება მეცნიერება კულტურა ასე შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იყოთ მომხმარებელი იმისა რასაც ჩვენ შევქმნით თქვენ ხართ მესამე მსოფლიოს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო და უნდა ჩაეტიოთ ამ სივრცეში და რაც ჩატარდა საქართველოს განათლების რეფორმა ზუსტად ამ თარგით იყო მოჭრილი იცით ალბათ რომ მსგავსი ანალოგიური რეფორმა ეს ამერიკული ფირმის მიერ დაწერილი ჩატარდა კენიაში და ავღანეთში ლომაიას მიერ ჩატარებული რეფორმის იდენტური რეფორმა ჩატარდა კენიაში და ავღანეთში განათლებისა და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ დღეს შედეგი რომ ევროპაში ყველაზე უციგნური წერა-კითხვის უცოდინარი არის ქართველი ბავშვი მაშინ როცა 5 მილიონიან ერს სოფლიო დონის საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირი მე ახლა არ დამიწყონ ახლა მე არაფერს არ მივტირი მე ფაქტს აგერ დგავართ უზარმაზარ შენობა ეს რა შენობა არის აბა ეს ააშენა სტალინმა მაშინ როცა გაგანი ომი იწყებოდა რა თქმა უნდა თუ დაწყებული არ იყო უკვე და აქ იწყებოდა სოფლიო დონის მეცნიერება კი ეს არის აკადემია მაგრამ აკადემიური სკოლა რა ვიცი უკვე გაანადგურეს ყველაფერი მაგრამ რომელი დიდიერი შეგვიძლია დავასახელოთ მსგავსი რო ქონდა აი თვითადე ჩამოსახლებელი რა თქმა უნდა 5 მილიონიან ერს ქონდა ამხელა უზარმაზარი მეცნიერული სკოლა სოფლიო დონის მეცნიერები ყველა სფეროში კოსმოსში გავიდნენ უკვე რა თქმა უნდა ნამდვილად იმ სოციალური მეებზე აღარ ვილაპარაკებ ეხლა მე და სხვათა შორის აი ეს განათლების პრობლემა უნდა ვისაუბროთ ხშირად იცით რა რომ აი ეს ევროკავშირი აკერია ყველას პირზე ეს ევროკავშირი ერთი ჩატარდეს ამაზე სემინარები რაღაცა დისკუსიები მაგალითები განვიხილოთ ვინ შევიდა ვინ იხეირა ვინ არ იხეირა იქ ევროკავშირიც ეგრე ხო არ არის რომ იქ რაღაცა ყველასთვის კომუნიზმია და იქაც არსებობს პერიფერია არის რუმინეთი უნგრეთი არის პერიფერია მესამე ხარისხოვანი ქვეყნებიც არსებობს ეს ჩვეულებრივი ბუფერი გააკეთეს ხა მანდ განსაკუთრებული არაფერი არ არის პირდაპირ მაქვს სტატისტიკა ეხლა საბჭოთა საქართველოს მიღია უნგრეთში ღვინის მეუნება მოკლეს ხო და ეხლა რატომ იცით იმიტომ რომ საფრანგეთს იტალიას და ესპანეთს ხელი არ შეეშალოს და ჩვენთან რო გაყურია ევროკავშირში მიღების შედეგად ჯერ არც მიიღებენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვაჭრობის შედეგად ჩვენი პროდუქცია გავა ევროპულ ბაზარზე და მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს საქართველოს არ ვარ რამე ეხლა ის რა ქვია ჩრდილოეთით მოყურალი კაცი რა თქმა უნდა მე ზვიად გამსახურდიას და მე რა პოსტავს მოწაფეთ მივიშნებ თავს რა უკაცრავად ეხლა ამაზე რო ლაპარაკობ მაგრამ რა პროდუქციას გაიტანს საქართველოს ევროპაში ერთი მითხარით ბორ ჯონს რა თქმა უნდა რომელიც ჩვენი აღარ არის ხოთა შორის მამუკა ხაზარაძის დამსახურები და რუსი ოლიგარქის ხელში არის იმხელა იმპერიებია ის ესპანურ ფრანგული მინერალური წყლების იქ ვინ შეგაყვანებს რამის ღვინოს პორტუგალია ესპანეთი იტალია საფრანგეთი ეგრე იყო ზუსტად არა აბა რა შევიტანთ ხო მითხარი მაგას ვიძახი იქ ამას წინათ ჩამოსული იყო 5 წუთი დაგვრჩა მაგრამ მოკლედ ვიტყვი ამას წინათ ჩამოსული იყო პრიბალტიკის დელეგაცია რა ხო და არა იქაური ჟურნალისტები პარლამენტის წევრები პირდაპირ თქვეს იმათმა რა შეხვედრა გქონდა საქართველოს და მსოფლიო მოაწყო ეგ შეხვედრა და ისა პირდაპირ თქვეს რომ აი ადრე თუ დავდიოდით მაგალითად მოსკოვში მაშინ ფონდები გოსპლანი და რაღაცეები რო იყო ეხლა იგივე იმაზე რომ რაღაცა გამოტყუო და ეხლა უნდა იარო ან პარიზში ან ბერლინში იქაც არის რა ქვია ქვეყნები რომელიც წამყვანი ქვეყნები და იქაც არის მესამე ხარისხოვანი რომელსაც მომხმარებლად უნდათ რა ჩვენი შესვლაც იქ და სწორად თქვა იმ დღეს ბატონმა თარხან მოურამმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა რომ ეს კანონები კი არ უნდა მივიღოთო ეხლაო ჩვენ ამ ეს ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ კი არა იმათ ჭირდებათო რა უფრო და ეხლა უნდა უთხრა აი მოგიწერ ხე მაშინ თუ მომცემ წელიწადში 3 მილიარდს
20 წლის განმავლობაში. ყველაფერზე დაგვთანხმდებიან და მართლაც ესეა და ეხლა გამოდის რომ იქით ვეხვეწებით. ხო, აბა, უკრაინაზეც ვეღარ ვასწრებთ უკვე, მაგრამ უკრაინაშიც ეს ხდება რა. აი ორი იდეოლოგია. იანუკოვიჩისთვის რომ მიეცა 11 მილიარდი, იქ არ მოხდებოდა ის რაც მოხდა. იანუკოვიჩი აღარ იყო და უარს. იქაც დააკვირდით ვინ მოვიდნენ იქ მაგის ადგილას. ხო, იმიტომ ორი ჰომოსექსუალია, აშკარა, ერთი ბაპტისტი მღვდელია, ხო და ეხლა ისევ დემოკრატიამ გაიმარჯვაო რა. კი, გაიმარჯვა ნახევარი უკრაინის გარეშე. მოდი მაგათ თავს მიხედონ სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფო იყო მაინც. მაგათ თავი გავანებო. ნახევარი დასავლეთ უკრაინა სტალინმა წაართო პოლონეთს, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკოთ ახლა ეს გეოპოლიტიკური წიაღლზე. ჩვენ ახლა ცოტა დრო დაგვჭა, მინდა ეს თქვა რომ არ არსებობს თემა და არ არსებობს ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ მიუდიდეს ჩვენთან, რასაც ქვია მამულიანა სარწმუნოება. გამორიცხული არის საქართველოში, ამ თემას დაუპირისპირდეს რამე. რაც არ უნდა კანონები მიიღონ, რაც არ უნდა ფურცლები აფრიანონ იქ ბერძენიშვილებმა და უსუფაშვილებმა და ძმანვანმა, საქართველოში მთავარი ავტორიტეტი დღეს არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთა ქართული 1000-ლოვანი მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენ ქართველი ერი დამტკიცდა აგერ მილიონი კაცი რომ მივიდა წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების მოსახანო. ეს არ მოხდა და არსად და საქართველოს ხოთაშორის ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ტაძრები შენდება. მართლმადიდებლური ტაძრები. ამაზე დრო აღარ რჩება ტოკიოს ბუდისტურ მთავარ ტაძარში მრევლო მიიზიდონ რეპის სტილში სიმღერიან იქაური მღვდლები. და ევროპის უძველეს მე-17-მე-16 საუკუნის ტაძრები იყიდება ღამის კლუბებად, იყიდება კი ჩუქნიან. წახდა აღარ არის ეს სულიერება და რა ვიცი, ჩვენი თავარი მიზანი ეს არის, რომ შევინარჩუნოთ უთხოვადობა, გადავარჩინოთ ეს. ეს არ არის სადღეგრძელო. სხვადასხვა არც არის ცუდი სიტყვა, ეს არის სადღეგრძელო. ეს არის უძველესი ქართული ცივილიზაცია, რომელსაც შევინარჩუნებთ და ვერავით არის ევროპა და ვერავით არის ნატო და კატო ამას ვერ წაგვართვით, იმიტომ რომ ეს არის 1000-ლოვანი ჩვენი გადაცემა პრაქტიკულად დასრულდა, ყოველთვის ესე ხდება, ვერ ვასწრებთ ყველაფერზე საუბარს და მე მინდა მადლობა უთხრა, მადლობა გითხრა თქვენ მომბრძანებისთვის, მადლობა უთხრა ტელემაყურებლებს ჩვენი სმენისთვის და ყურებისთვის და მე უფრო მკვეთრი ვიქნები რა. თუ კი ის რასაც ის ამბობს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ეგრეა რომ ესე იგი ან ევროპისკენ ან რუსეთში ამ შემთხვევაში თუ ჩემი პატრიარქი რუსეთშია მაშინ მეც რუსეთს ვირჩევ რა თუ ასეა ოღონდ ასე არ არის საქართველოს არა მე ვიძახი ხომ მიხვდით ახლა თუ ჩვენი პატრიარქი მაგათი თქმით გამოდის რომ რუსეთშია ხო რუსეთშია ხო მაშინ მე რუსეთში კი არა მე ჩემ პატრიარქთან მინდა რა დიდი მადლობა ყურადღებისათვის ჩვენ ალბათ არჩევნების მერე შევხვდებით წამყვანის სტატუსში და სტუმრის სტატუსში ალბათ დამპატიჟებენ და კიდევ შევხვდებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.